მოგესალმებით მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა ურთიერთობაზე. ვისაც აქვს პაუზა ურთიერთობაში, პარტნიორი არ ჩანს, ვნახოთ ჯერ რისთვის წავიდა პარტნიორი და დაბრუნდება თუ არა. პერიოდი ავიღოთ მოკლე პერიოდი, მოდით 3 თვე ავიღოთ და დღეს გავაკეთოთ, მოდით ასე ვარიანტებს, ეს 3 ვარიანტს გავაკეთებ და ვნახოთ თუ ასეთი ფორმატი მოგეწონებათ. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და ისიც დაწეროთ კომენტარებში რა თემაზე ისურვებდით გაშლას და რა თქმა უნდა მე ამას გავითვალისწინებთ. ანუ მეორე ვარიანტი, რისთვის გავიდა ადამიანი ურთიერთობიდან. კარგით. მესამე მე გავაკეთოთ. რისთვის გავიდა ადამიანი ურთიერთობიდან. აქ ეგრევე ჩანს, რომ ადამიანი წავიდა ურთიერთობიდან და რისთვის წავიდა. აქ ადამიანი ფიქრობდა, პირველ რიგში აქ ფინანსებია, ფინანსების გამო. ნახეთ, აქ ადამიანი ფიქრობდა მთლიანად თავის თავზე. თავის თავზე მუშაობაში იყო გადართული, თავის განვითარებაზე და გავიდა ურთიერთობიდან იმისთვის, ანუ საკუთარი განვითარებისთვის, ფინანსური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. თუ აქ მამაკაცი, ვისაც რა სიტუაცია გაქვთ, იცნობთ, მამაკაცი გავიდა ურთიერთობიდან, გავიდა იმიტომ ფინანსების გამო. აქ მამაკაცისთვის ფინანსური მდგომარეობა და მისი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ადგილზე მათთვის ეს დგას და მერე ურთიერთობა. ამიტომ აქ ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან იმისთვის, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა და ამიტომ წავიდა ურთიერთობიდან იმისთვის, რომ ის მდგომარეობა, რაც მას არ მოსწონს, თავისი სტაბილური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და მიიღოს ის ფინანსური მდგომარეობა, ისეთი ფინანსური შემოსავალი ჰქონდეს, სტაბილური შემოსავალი და რომ თავი იგრძნოს ისე, როგორც მას სურს, ფინანსურად და სტაბილურად, სრულიად კმაყოფილი იყოს. და მისმა წასვლამ, რა თქმა უნდა, ჩაკეტა ეს ურთიერთობა და წინ არ მიდის. ვნახოთ, აქ პარტნიორი დაბრუნდება თუ არა, პერიოდი აღარ მახსოვს თქვი თუ არა, მოდით ავიღოთ 3 თვე. დაბრუნდება თუ არა აქ პარტნიორი. აქ ჯერ პარტნიორი ისევ თავის ფინანსებზე ფიქრობს, ფიქრობს, რომ არ აქვს ამ ადამიანს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ რამე გააკეთოს ურთიერთობაში. მისთვის ახლა პირველ ადგილზე დგას საკუთარი თავი და თავისი ფინანსური მდგომარეობა. უნდა რომ უფრო მეტი გააკეთოს, უფრო მეტის გაკეთება შეძლოს, მაგრამ გამოჩნდება ეს ადამიანი, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ქალი ხართ. აქ თქვენ ისეთი ქალი ხართ, რომელსაც აქვს თავისი საქმე, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს, სტაბილური შემოსავალი, ზოგ შესაძლოა თავისი ბიზნესიც ჰქონდეს და აქ ესეც მოქმედებს მამაკაცზე, როდესაც ქალს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ვიდრე მას. ამიტომ აქ ეს ადამიანი ეცდება ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და შემდეგ გამოჩნდეს, მყარად დადგეს ფეხზე და შემდეგ დაუბრუნდეს აქ თავის დედოფალს. ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანი
იმისთვის, ანუ მიეცემა ყველა რესურსი, შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს და დაასრულოს ეს რაღაც თავისი ეტაპი ცხოვრებაში და გადავიდეს ახალ ეტაპზე და ამ ურთიერთობაში დაბრუნდეს. რადგან აქ გრძნობები არის, ძალიან დიდი გრძნობა აქვს ამ ადამიანს, ორივე ადამიანს ერთმანეთის მიმართ და აი ამ სიყვარულისთვის და თქვენი გულისთვის ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება. აქ ზოგიერთთან შესაძლოა მანძილიც იყოს თქვენს შორის, ანუ წასული იყოს ეს ადამიანი. მაგრამ აქ გამოჩნდება ეს ადამიანი, რადგან თქვენს მიმართ, გრძნობა აქვს ამ ადამიანს, უყვარხართ. თან საკმაოდ დიდი გრძნობები აქვს, ამიტომ ეს ადამიანი ყველაფერს ეცდება, გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს და თქვენთან ურთიერთობაშიც დაბრუნდეს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. ჯერ არ აქვს ასე ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი ხართ, კი ნამდვილად სულ თქვენ ამოდიხართ, ანუ ყველაფერს გააკეთებს. აქ თქვენთვის კონტაქტზე გამოვა. მიმოწერა, კონტაქტი აუცილებლად გექნებათ. და აქ როგორც გითხარით, ვიღაცასთან მანძილია. შესაძლოა სხვა ქვეყანაშია წასული ეს ადამიანი. ამიტომ აქ კონტაქტზე გამოსვლა იქნება და ანუ ისე იქნება ყველაფერი, ანუ როგორც საჭიროა, რაღაცა ერთი ეტაპი უნდა დასრულდეს ამ ურთიერთობაში და დაიწყოს ახალი ეტაპი, ახალი გზა თქვენს ურთიერთობაში. და ამისთვის შანსი აუცილებლად მოგეცემათ, გააქტიურდება თქვენი პარტნიორი, თან საკმაოდ აქტიური იქნება, თავისი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. და შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება კონტაქტზე გამოსვლა, აქ აუცილებლად იქნება, აქ მაღალი ძალებიც გეხმარებიან და ეხმარება ამ ადამიანს, ამიტომ ეს ადამიანი საკმაოდ აქტიურად გამოჩნდება თქვენთან ურთიერთობაში და რაღაცა ახალი გზა ექნება თქვენს ურთიერთობას. კარგით, ახლა მეორევანიანი ვნახოთ, რატომ რისთვის გავიდა ადამიანი თქვენი პარტნიორი ურთიერთობიდან. აქაც ფინანსები. აქ ადამიანს ფინანსები არ აქვს, არ არის აქ ფინანსური ენერგია. და კი აქვს აქ ადამიანს ფინანსები, მაგრამ ის ფინანსები არ არის, რითაც ადამიანი კმაყოფილი იქნება მით უმეტეს მამაკაცი. თუ მამაკაცია საუბარი. ამიტომ აქ ადამიანი, ასე ვთქვათ, დახმარებას ითხოვს, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქ შესაძლოა დიდი ხანია არ არის თქვენთან კონტაქტი, ანუ გავიდა ადამიანი ურთიერთობიდან იმისთვის, რომ ისევ აქაც ამ ვარიანტშიც თავისი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. ნახოთ, დაბრუნდება თუ არა, გამოჩნდება თუ არა ეს ადამიანი. გამოჩნდება კი, მაგრამ ცოტა მეტი დრო დასჭირდება ამ ადამიანის გამოჩენას. შესაძლოა რაღაც პრობლემები ჰქონდეს ამ ადამიანს, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან მისი რომელიმე ოჯახის წევრს ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა და ამისთვის სჭირდებოდეს მას მისი ფინანსები. და აქ ცოტა ისეთი მდგომარეობაში ადამიანი, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს და არ ცდილობს მოიპოვოს ის ფინანსები, რაც მას სჭირდება. ვნახოთ.
დაბრუნდება თუ არა. თქვენ აქ ელოდებით, ადამიანი ელოდება პარტნიორის კავშირზე გამოსვლას და შესაძლოა აქაც დიდი ხანია უკვე ელოდება, მაგრამ აქ გამოჩენა იქნება. გამოჩნდება ეს ადამიანი და აქ ზოგიერთთან იქნება ეს ვარიანტი, რომ არის ოჯახი და ადამიანი წავიდა დროებით ურთიერთობიდან, მაგრამ აქ დაბრუნება არის რაც მოგიტანთ ძალიან დიდ სიხარულს, ბედნიერებას, ანუ დაბრუნება ოჯახში და აი ამ ემოციების და გრძნობების გაზიარება და ამით ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება, ანუ რასაც ელოდებოდით თქვენი პარტნიორის დაბრუნებას, დაბრუნდება კი და თან ისეთი შეხვედრაც გექნებათ ცეცხლოვანი. მაღალი ძალებიც აქ გეხმარებიან, ანუ ელოდებოდით პარტნიორს ძალიან დიდი ხანი და თქვენი პარტნიორი აქ გამოჩნდება. ნუ უბრალოდ როგორც გითხარით, აქ ცოტა მეტი დრო დასჭირდება. და აუცილებლად გამოჩნდება თქვენი პარტნიორი. როცა მოაგვარებს, ანუ այն თავის ფინანსურ პრობლემას, ეს ადამიანი შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება, თან სიხარულით გამოჩნდება თქვენთან და ასე ვთქვათ, ეს თქვენი გზა ურთიერთობის აუცილებლად გაიხსნება. ეს ადამიანი საკმაოდ ბევრ ენერგიას და ძალისხმევას დებს იმაში თავისი პრობლემის მოგვარებაში და აქ ურთიერთობის სურვილიც ორივეს აქვს, ორივე ადამიანს აქვს აქ ურთიერთობის სურვილი. ელოდებით აქ გოგო ელოდება თავის პარტნიორს, მზის და ელოდება. როდის გამოჩნდება და გამოჩნდება აუცილებლად, რაც რა თქმა უნდა ძალიან გაგახარებთ და ახალი ემოციებით შეგავსებთ. დაბრუნდება თავისი ანუ გაუმჯობესებული, ან ბედნიერი დაბრუნდება ეს ადამიანი, გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობით. და ახალი კავშირი თქვენ შორის იმ სიხარულის მიღება, რაც ახლა გინდათ რომ მიიღოთ და რასაც ელოდებით, აი ამ პარტნიორის დაბრუნებით, დაბრუნდება ეს ადამიანი თავისი დიდი გრძნობით, თავისი სიუხვით, ანუ ფინანსური სიუხვით დაბრუნდება ეს ადამიანი და შემოგთავაზებთ თავის გრძნობებს, თავის სიყვარულს, რაც რა თქმა უნდა მოგიტანთ ძალიან დიდ ბედნიერებას, ემოციებს გამოხვალთ, ანუ ახალ ენერგიებში გადახვალთ და უფრო მსუბუქ, ჰარმონიულ ენერგიებში გადახვალთ და უფრო ფერადი გახდება ეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება და რაზეც დარდობდით, ის აღარ იქნება. აქ შეხვედრა, ურთიერთობის გაგრძელება და იმ სურვილის ასრულება, რაც თქვენ გსურთ. აქ შეხვედრა და დაბრუნება აუცილებლად იქნება. უბრალოდ დროში ცოტა გაჭიანურდება, მაგრამ დაბრუნება და შეხვედრა აუცილებლად იქნება. კარგით, ავიღოთ მესამე ვარიანტი, რატომ წავიდა აქ ადამიანი ურთიერთობიდან, რისთვის. აქაც აქაც გავიდა ადამიანი თავისი ფინანსური მდგომარეობის გამო. პრინციპში თითქმის ერთნაირი პრობლემა გამოვიდა სამივე ვარიანტში. აქაც გავიდა ადამიანი იმისთვის, რომ არ აკმაყოფილებდა თავისი ფინანსური მდგომარეობა, იმისთვის, რომ
აი ეს კავშირი ორ ადამიანის შორის ყოფილიყო ბედნიერი, ისეთი როგორც მას სურდა, ანუ აქ ადამიანი არ ჩანს, იმიტომ რომ ახლა დაკავებული არის თავისი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებად, რომ მიიღოს ის ფინანსები, რაც მას სურდა იმ მდგომარეობიდან გამოვიდეს. რა მდგომარეობაშიც ახლა არის ეს ადამიანი. გამოჩნდება ეს ადამიანი. აქ არის მამაკაც, რომელიც არის ჩამოყალიბებულიც, სერიოზულიც, რომელსაც აქვს გრძნობებიც, თან საკმაოდ დიდი გრძნობები აქვს და ქმედებაც იქნება მამაკაცისგან, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი სერიოზული ადამიანია. და აქ დაბრუნება იქნება აუცილებლად. აქ ძალიან დიდი ემოციები, ძალიან დიდი გრძნობაა. ეს ადამიანი თქვენთან მოვა თავისი გრძნობებით, თავისი მდგომარეობით და ახალ რაღაცას შემოგთავაზებთ, ახალ მდგომარეობას შემოგთავაზებთ, სტაბილურობას შემოგთავაზებთ, ქმედებას, პასუხისმგებლობის აღებას, თქვენს ურთიერთობაზე და იმ ბედნიერ ჰარმონიულ ურთიერთობას, რაც თქვენ გსურთ. აქაც შეხვედრა, რა თქმა უნდა, იქნება. თქვენი შეხვედრა იქნება. თუ სადმეა ეს ადამიანი წასული, აქ დაბრუნება აუცილებლად ექნება, რადგან აქაც ამ ადამიანს მიეცემა ყველა ის შესაძლებლობა, რომ გამოჩნდეს ეს ადამიანი, თავისი გრძნობით მოვიდეს თქვენთან, დაბრუნდეს და ეს რა თქმა უნდა ძალიან გაგახარებთ. მოკლედ დაბრუნება ყველგან არის. დაბრუნდება აუცილებლად ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაში გამოჩნდება, შეხვედრაც იქნება და რაც რა თქმა უნდა ძალიან გაგიხარდებათ და საკმაოდ ისეთი შეხვედრა იქნება თქვენს შორის. ანუ ის მანძილი, რაც არის ახლა თქვენს შორის, მანძილი უკონტაქტობა აუცილებლად დასრულდება და საკმაოდ ისეთი კარგი შეხვედრა იქნება თქვენს შორის, ემოციური, ემოციებით სავსე და სიყვარულით სავსე, რადგან აქ ორივე ადამიანს ერთმანეთის მიმართ საკმარისი გრძნობები აქვს. და რაც რა თქმა უნდა ძალიან გაგახარებთ და ბედნიერი იქნებით. აქაც მაღალი ძალები გეხმარებიან და ეხმარებიან ამ ურთიერთობას. ამიტომ აქაც დაბრუნება არის ამ ადამიანის და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა. აი ასეთი სამი ვარიანტი გამოვიდა, მეგობრებო, და თუ ასეთი ვარიანტი მოგეწონათ, დააფიქსირეთ კომენტარებში, დააფიქსირეთ ის თემები, რა თემაზეც თქვენ გსურთ გაშლა და როგორც ყოველთვის გავითვალისწინებ.